საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე სასამართლოს ხდომა კვლავ მიმდინარეობს და გეტყვით იმას, რომ პროკურატურა მათ ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ამ წუთებში ხდომაზე იკითხება ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, ეს არის გრიგოლ ჭანტურიძე, რომელიც არის დაზარალებულად ცნობილი ასევე 8 პირის საქმეზე. გეტყვით იმას, რომ ეს არის სწორედ ის საქმე, როდესაც 8 პირი დააკავეს საპროტესტო აქციებზე. ასევე გეტყვით იმას, რომ გრიგოლ ჭანტურიძეს დღეს კითხვები დაუსვეს როგორც პროკურატურის წარმომადგენლებმა, ასევე ადვოკატებმა და კონკრეტულად პასუხი კითხვაზე დაინახა თუ არა მან ის პირი, ვინც მას დაზიანება მიაყენა. ეს პასუხი არის უარყოფითი. გრიგოლ ჭანტურიძე ამბობს, რომ მას არ დაუნახავს კონკრეტულად ის პირი, ვინც მას დაზიანება მიაყენა, ის იხსენებს იმ დროს, როდესაც მას ქვა მოხდა სახის არეში, მან განაცხადა, რომ მან მიიღო სერიოზული დაზიანება და მან ასევე თქვა, რომ მას აქვს პრეტენზია იმ პირებთან, ვინც ეს გააკეთეს, თუმცა კონკრეტულად ვერ ასახელებს იმ პირებს, ვინც ეს გააკეთა. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ როდესაც ადვოკატმა მას კითხვა დაუსვა, იცნობდა თუ არა საქმის მასალებს და ვიდეო მტკიცებულებებს, თუ იყო ამ საქმეს გაცნობილი, მან თქვა, რომ მას ეს არ უნახავს და ამის შემდეგ მან ასევე განაცხადა, რომ დაზარალდნენ სხვა პოლიციელების, გეტყვით, რომ ზოგადად აი ამ საქმეებში არის 40-მდე დაზარალებული პოლიციელი ცნობილი და შესაბამისად გრიგოლ ჭანტურიძე, რომელიც ამ წუთებშიც იკითხება სასამართლოს ხდომის დარბაზში, ამბობს, რომ მას აქვს პრეტენზია სწორედ იმ პირებთან, ვინც მას დაზიანება მიაყენა და გეტყვით ასევე იმასაც, რომ ადვოკატები ამბობენ, რომ სწორედ ის განცხადებები, რასაც აკეთებენ მოწმე პოლიციელები, აძლიერებენ დაცვის მხარის პოზიციებს. ისინი ამბობენ, რომ თითქმის ყველა პოლიციელი ერთსა და იმავეს იმეორებს. დღეს კვლავ ველოდებით ეგრეთ წოდებულ პოლიციელ დაზარალებულებს, რომლებიც მოვლენ სასამართლოს ხდომაზე და ისაუბრებენ ერთი და იგივეს, რომ არიან დაზიანებულები, მაგრამ ვერცერთ სინდისის პატიმარს ისინი ვერ ასახელებენ. ამასთან ერთად მათ გამბედაობაც არ კმარათ, რომ პოლიციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით უბრალოდ პასუხი დააფიქსირონ, რომ სიტყვის შეურაცხყოფას აყენებდნენ ესა თუ ის პოლიციელები აქციის მონაწილეებს. შესაბამისად, დაცვის მხარის სტრატეგია არის, რომ პოლიციელები, რომლებიც სუჩვენებით შემოიფარგლებიან სასამართლოს ხდომაზე, დავადასტუროთ მათი არარელევანტურობა საქმესთან მიმართებაში. არც ერთი ეგრეთ წოდებული პოლიციელი დაზარალებული სინდისის პატიმარს, ვერცერთ სინდისის პატიმარს ხეს ვერ ატყობს. ვერ ამოიცნობს, არ იციან შესაბამისად მათი ჩვენებებიც კი არარელევანტურია სასამართლოს ხდომაზე. ოპერაცია ჩამიტარდა. დაზიანება რო ახსენოთ თავიდან დაზიანება სადმე იღეთ სახის არეში იყო, აი ამ არეში იყო სახის არე, ძვლები იყო ჩამწრეული, ფირფიტები ჩამიგდეს, ამოსალებია, კიდე გასაკეთებელია ოპერაცია და რავი, ერთი კვირა სამართლობაში ვიყავი დაახლოებით ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება 5-6 დღე რა. დაინახეთ ის ადამიანი, ვინც გესროლათ თქვენ ეს ნივთი. პირადად მე ვინც მესროლა ის ადამიანი მე არ ვიცი ვინც დამაზიანა არ დამინახავს. ეს აქციიდან წამოსული, აქციის მონაწილეებიდან წამოსული ქვა იყო და რა მართულებით იყურებოდა, როდესაც ეს დაზიანება მიიღო. სახით ვიდექი რუსთაველის კავზელის პირდაპირ. 11 პირის საქმეზე სასამართლო კვლავ განიხილავს მათ საქმეებს. გეტყვით, რომ დღეს ჯამში 3 პოლიციელი უნდა დაიკითხოს და გეტყვით ასევე იმას, რომ პროკურატურა ედავება 11-ვე პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობას, ხოლო 11-ვე პირიდან არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს.